ქართული დასის ლიდერმა ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებთან PSP-ს ავერსისა და GPS-ის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. თემა მედიკამენტებზე ფასების ზრდა იყო. ჯონდი ბაღათურიას მიაჩნია, რომ ამ საკითხზე საუბარია საჭირო და პრობლემა ისე უნდა მოგვარდეს, რომ არც კომპანიები და არც მოსახლეობა არ დაზარალდეს. ავერსის წარმომადგენლები კი წამლების გაძვირების მიზეზად ევროპული მწარმოებლების მიერ ფასების მომატებას მიიჩნევენ. მეორეს მხრივ კი ამას ლარის კურსის ცვლილებას უკავშირებენ. აღნიშნულ საკითხს ბაღათურია პარლამენტში ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზეც დააყენებს. არსებულ სოციალურ ფონზე წამლებზე ფასები იმდენად გაიზარდა, რომ პენსიონერი და ღარიბი მოქალაქე უბრალოდ ვეღარ ყიდულობს. ანუ ფასი არის ხელმიუწვდომელი პენსიონერისთვის. არ და ყველაზე მეტი მოხმარებელი ფარმაცევტული პროდუქტი, ანუ წამლები, სწორედ პენსიონერი და სოციალურად დაუცველი ფენა არის ჩვენ საზოგადოების. ფასები მომატებული ეს ბოლო პერიოდში განსაკუთრებულად გამოვიდა, თორე ისე ფასების მატება ეს არის მწარმოებლების პრეროგატივა და მწარმოებლებიდან მოდის ეს უცხოელი მომწოდებლებისგან. ის რომ დღეს განსაკუთრებულად არის მომატებული ფასები, ეს კიდევ გამოწვეული არის კიდევ მეორე ვალუტის კურსის ცვლილებით. ვალუტის კურსის გამყარება მოხდა სულ რამოდენიმე დღე და ესეც რომ არ იყოს პირდაპირ ესეთი პროცენტული კორელაცია ეს არ შეიძლება ასახულიყო წამალზე, იმიტომ რომ სადისტრიბუციო ხარჯები არ არის წამლის ფასის 100%, აქედან გამომდინარე, თუ მაინდა-მაინც რაიმე გაძვირდებოდა, უნდა გაძვირებულიყო მხოლოდ სადისტრიბუციო ფასის პროცენტში, სეგმენტში და თან იმ პროცენტში, რასაც ისინი ამატებენ. სოფლიოს მასშტაბით ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ სახელმწიფოების მიერ განხორციელებული ღონისძიებების შეფასების შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა მე-10 ანგარიში გამოაქვეყნა. 2010 წლის 14 ივნის გამოცემულ დოკუმენტში საქართველოს ტრაფიკინგის წინააღმდეგ მებრძოლი ქვეყნების სიაში უმაღლეს საფეხურზეა. ანგარიშის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროში სპეციალური ბრიფინგი გაიმართა. ტრაფიკინგის წინააღმდეგ მებრძოლთა ქვეყანათა შორის პირველ 30 ელში, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს არის არა მარტო ადგილობრივ დონეზე, არამედ მსოფლიო დონეზე ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა, ვინც ებრძვის ტრაფიკინგს. რას ნიშნავს ტრაფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა? ეს არის პრევენცია, ეს არის დაზარალებულთა დახმარება, ეს არის სისხლის სამართლებრივი დევნა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს არის თანამშრომლობა სხვა ქვეყნებთან. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ყოველწლიურად აქვეყნებს ანგარიშს ტრაფიკინგის წინააღმდეგ სახელმწიფოების მიერ განხორციელებულ ღონისძიებების შესახებ. ანგარიშში სულ 176 ქვეყნის მონაცემია შესული. კრიტერიუმები მოიცავს მთავრობისა და არასამთავრობო სექტორების საქმიანობას, იმას თუ რა კეთდება ტრაფიკინგის პრევენციისთვის და ტრაფიკინგის მსხვერპლთა დასახმარებლად. წელს მხოლოდ 30 ქვეყანა მოხვდა საუკეთესო რიცხვში. მათ შორის საქართველოც. 2007 წლიდან ჩვენ უკვე პირველ კალათაში ვინარჩუნებთ ადგილს და მინდა გითხრათ, რომ ყოველწლიურად უფრო და უფრო იხვეწება ეს თქვა თანამშრომლობის მექანიზმი, რეფერირების სისტემის მექანიზმი, დაფინანსება იზრდება უკვე შესაბამისად ეს სულად პოზიტიურად აისახება და ეს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშიც გამოჩნდა, რომ ასე ვთქვათ მესამე წელია უკვე პირველ კალათაში ვარ. ეკაბესელიამ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს მიმართვა გაუგზავნა. ბესელიამ მევლუ ჩაუშოღლუს პოლიტპატიმრების და სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებს ეცნობს. მისი თქმით, საქართველოში 60-ზე მეტი პოლიტიკური ნიშნით დაკავებული პირია. ჩაუშოღლუს ბესელია ყველა ბერკეტის გამოყენებას თხოვს პოლიტპატიმრებისა და სასამართლოს ხელისუფლების ზეწოლისაგან გასათავისუფლებლად. მივმართავთ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, რომ გამოყენებული იქნას ყველა ბერკეტი და მექანიზმი, რათა საქართველოს ხელისუფლებამ გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები, გაათავისუფლოს სასამართლო სისტემა ხელისუფლების ზეწოლისაგან და ეს იქნება უმნიშვნელოვანესი და უპირველესი ნაბიჯები, რომლის გადადგმასაც ჩვენ ევროსაბჭოსგან ვითხოვთ და კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ სოლიდარობას უცხადებთ ვლადიმერ ვახანიას და ვითხოვთ მის პატიმრობიდან განთავისუფლებას. ეროვნულ დემოკრატიული პარტია საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარეს შეხვდა. ეროვნულ დემოკრატებმა დემეტრაშვილს საკუთარი ინიციატივა შესთავაზეს, რაც სახელისუფლებო შტოების დანაწილების ბალანსს ეხება. შეხვედრაზე კონსტიტუციის ფორმასა და მისი მიღების თარიღზეც ისაუბრეს. ეროვნულ დემოკრატებს მიაჩნიათ, რომ კონსტიტუცია 2012 წელს უკვე დამტკიცებული უნდა იყოს. განხილვის საგანი არის ამოქმედების ვადები, მისი მიღების ფორმა, გარანტიები ხელისუფლების მხრიდან, რომ არ იქნება ის პროექტი, რომელიც დამუშავებულია საკონსტიტუციო კომისიაში და ყველა პოლიტიკური ორგანიზაცია, ვისაც მიაჩნია, რომ დღეს კონსტიტუციური რეფორმა არის უმთავრესი პოლიტიკური აქტი, რომელთაც უნდა გადაეწოს ქვეყანაში სახელმწიფოში დემოკრატიული განვითარება, ჩაერთოს ამ პროცესში. ჩვენ მოვისმინეთ მათი მოსაზრებანი კონსტიტუციის პროექტის ახალი რედაქციის ზოგიერთ დეტალზე. ფორმატი უკვე დადგენილია. უმრავლესობა არ თანხმდება იმაზე, რომ გავიდეს
საკითხი პლებისციტზე ან რეფერენდუმზე გავიდეთ, ანუ ჩვეულებრივი კონსტიტუციის დადგენილი წესით იგი გადაეცემა პრეზიდენტს, პრეზიდენტი შეიტანს პარლამენტში და პარლამენტი მიიღებს. ქრისტიან დემოკრატები პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდების გაზრდას აპროტესტებენ. მათი განცხადებით იმის ფონზე, რომ ქვეყნის ბიუჯეტი 215 მილიონი ლარით იზრდება, აღნიშნული ფონდებისთვის 25-დან 55 მილიონი ლარამდე გაცემა არალოგიკურია. ქრისტიან დემოკრატები მთავრობას თავაზობენ, რაციონალურად განისაზღვროს ის პრიორიტეტები, რის მიხედვითაც გაზრდილი ბიუჯეტი უნდა განაწილდეს. კონკრეტულად კი პენსიონერების პრობლემების მოგვარებასა და ვეტერანებისთვის გაუქმებული შეღავათების აღდგენაზეა საუბარი. ქრისტიან დემოკრატები თავაზობთ ხელისუფლებას და უკვე გაგზავნილი გვაქვს ჩვენი წინადადებები იმასთან დაკავშირებით, რომ გაცილებით რაციონალურად და ჭკვიანურად დაიხარჯოს აღნიშნული თანხები. და უპირველეს ყოვლისა, თუ იქნება პოლიტიკური ნება, დღესვე შეიძლება დაიწყოს იმ 5-წლიანი პრობლემის მოგვარება, იმ უსამართლობის აღმოფხვრა, რომელიც დღემდე არსებობს ძალოვანი სტრუქტურების პენსიონერთა მიმართ. ჩვენ ხელისუფლებასთან გვესმოდა ერთი და იგივე პასუხი. ბიუჯეტში ფული არ არის. აგერ დადგა რომ ბიუჯეტში არის 215 მილიონი შეიძლება ბიუჯეტი, სადაც შეიძლება ჩვენი ამ საკითხის მარტივად მოგვარება, იმიტომ რომ ეს 36 მილიონი, რომელიც ჩვენ მოვიძიეთ კი არა, გადაანგარიშება მოხდა, გადაანგარიშება გამიკეთა ჯანდაცვის სამინისტრო 36 მილიონი, მაგრამ დიდი თანხა არ უნდა იყოს და ვთხოვოთ ხელისუფლებას, რომ ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ იქნეს მოგვარებული. ვაკე საბურთალოს ახალ მაგისტრალზე კლდის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოებს ალპინისტები ასრულებენ. ობიექტის ხელმძღვანელობის განცხადებით პროცესი ერთ დღეში დასრულდება და ეს მგზავრებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, ამ მთის დამუშავება, ალპინისტები მუშაობენ. ხო და ალბათ ერთ ორ დღეში დავამთავრებთ ამ სამუშაოებს. ყოველ 5 წუთში იკეტება გზები, შემდეგ ისევლე გაიხსნება და ყოველ 5 წუთის განმავლობაში მუშაობა მიდის. რაც ეროზირებული იყო ძველი, აი ყინვისაგან და რამოდენიმე წლისაგან გაუწმენდა, ისიც წმინდება და იქიდან იქნებოდა ცოტა საფრთხე, თორე შემდეგ უკვე მეტი არაფერი არ არსებობს. დიასპორის საკითხებში საქართველოს სამინისტროსა და ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ დეპარტამენტებს შორის მემორანდუმი გაფორმდება. მემორანდუმი უცხოეთში მცხოვრება ახალგაზრდა ფეხბურთელების საქართველოში დაბრუნებას და მათ სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში განაწილებას ითვალისწინებს. ხელშეკრულება მემორანდუმის ტექსტის საბოლოო ვარიანტის შემუშავების შემდეგ გაფორმდება. დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს, რათა მათ გააჩნიათ უზარმაზარი ბაზა უცხოეთში მცხოვრები ქართველების შესახებ. მოვიძებთ ფეხბურთელებს და ფეხბურთის ფედერაცია ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ეს ნიჭიერი ახალგაზრდები დავაბრუნოთ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში. დიასპორაში ჩვენ ასე ვთქვათ მოვიძებთ ადამიანებს, რომლებიც საკმაოდ წარმატებულ და აქტიურ კლუბურ კარიერას ეწევიან ფეხბურთში. ეს ძირითადად ეხება ახალგაზრდებს და მათ საშუალება ექნებათ საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში მიიღონ მონაწილეობა. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან საქართველოს ფეხბურთს მართლაც სჭირდება მეტი, ასე ვთქვათ, განვითარება და ბიძგის მიცემა. ისან-სამგორის რაიონში გამგეობამ ვაზის უბანში თბილგვირაბმშენის დევნილების დასახლებაში საცხოვრებელ სახლს სახურავი შეუკეთეს. სამშენებლო სამუშაოები აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ბარამიამ და ისან-სამგორის გამგებელმა მოინახულეს. ბარამია დევნილებს კომუნალური პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა. დევნილთა დასახლებაში 17 ოჯახი და 71 დევნილი ცხოვრობს. და ეხლა არ იყო შიგნით ჩვენ დევნილები ცხოვრობენ, გავეცანთ მათ საცხოვრებელ პირობებს, იყო გარკვეული პრობლემა მიგივე სახურავთა მიმართებაში, მიმართეთ ადგილობრივ ისან-სამგორის გამგეობას ბატონ თემურ ეგალაშვილს და ძალიან ოპერატიულად მოხდა ამ პრობლემის აღმოფხვრა. მათ თხოვნით მოგვართეს ჩვენ შეუკეთეთ დაზიანებული სახურავი, თუმცა გარდა ამისა კიდევ არსებობს რამოდენიმე კომუნალური საკითხი და დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივ ძალისხმევით ამ საკითხებსაც უმოკლეს პერიოდში ჩვენ მოვაგვარებთ. ჭერი შეგვიკეთდა შვილი. აწვიმდა ძალიან საშინელ მდგომარეობაში იყო და 16 წლის განმავლობაში პირველად შეკეთდა ეს ჭერი ნორმალურ მდგომარეობაში. გაჭირვება როგორ არა ბევრი გვაქვს, მაგრამ ყველაზე პირველად გაზის შემოყვანაზე ვთხოვეთ ახლა ბატონ დეიგლასაც, ბატონ თემურისაც.